საშუალო ქართველის შემოსავლით თქვენ შეძლებდით 2 წელში 3 ბინის ყიდვას. ამ ბოლო წლებში დათან თბილისში. აი გურის სულთანიშვილმა პოზიტივის წამყვანმა შეძლო. მაშინ როცა ქვეყნის მოსახლეობის 13% სოციალური შემწეობის იმედად ცხოვრობს, დანარჩენი კი სიღარიბის ზღვართან ახლოს, გიჩვენებთ როგორ ცხოვრობენ გავლენიანი ადამიანები, მაღალჩინოსნები და მათი ერთგული მსახურები. გახდით ჩვენი გამომწერი და ამ გადაცემის მომდევნო ეპიზოდები არ გამოგრჩებათ. ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით მოგიყვებით ფუფუნების ამბებს. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს გაზიარებაც. ახლა სულთანიშვილსა და მის ოჯახზე. გურიმ 2021-2023 წლებში ბინაჯერ ვაკეში იყიდა, შემდეგ ორთაჭალაში და საბურთალოზე. სამივეს ღირებულება ჯამში 463,000 ლარია. აქედან 2 ქონება იპოთეკური სესხით აქვს შეძენილი. ვაკეში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე ბინა კი ერთიანად 179,000 ლარად იყიდა. პრესტიჟული უბნებით სყვარებია. მის ბინებს დედაქალაქის და მტკვრის ხედები აქვს. საიდან იშოვა სულთანიშვილმა ამ ყველაფრის ფული? რა მიხვედრა უნდა ოცნების პროპაგანდისტობით? როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ევროპარლამენტმა და ამ ევროპულმა ბიუროკრატიამ სრულად მთელი აპარატი მოაბილიზა ჩვენ, ეს პატარა საქართველოს წინააღმდეგ, დაგვიპირისპირდა და ჩვენ პირველი ნაბიჯები გადავდგით კოლონიალიზმის წინააღმდეგ. ვიბრძანეს, რომ თქვენ უნდა ჩაერთოთ ომში, თქვენ უნდა გააკეთოთ ეს, გაგზავნოთ სამხედრო ტექნიკა უკრაინაში. ხო გვითხრეს და მოგვიწოდეს, არ გავგზავნეთ. თქვენ უნდა გაისეირნოთ აფხაზეთში, არ გავისეთ. თქვენ უნდა დაასანქციროთ რუსეთი, არ დავასანქციროთ. ანუ პირველად გადავდგით ის ნაბიჯები, რასაც თქვენ სუვერენიტეტი. წლებია შალვარამიშვილის მარჯვენა ხელია და ტყუილებს უტიფრად ავრცელებს. მისი ცხოვრების სტილი აჩვენებს, რომ ამაში კარგადაც უხდიან. ოპა, იმენა ესთეტიკა. იმ დროს, როცა ვაკის ბინა იყიდა, პოზიტივის ხელფასის გარდა სხვა შემოსავალი არ ჰქონია. ერთი კომპანიის მეწილე კი იყო, მაგრამ მის საქმიანობასა და შემოსავალზე ინფორმაცია არ იძებნება. გურის ეთერში ევროპის ლანძღვა არ უჭირს. გვექცეოდნენ სრულად არასწორად, აი ჩაგრავდნენ რა, ჩათვალეთ. ეს ევროპული ღირებულებები მაგალითად გამოხატვის თავისუფლება ეხა რასაც მივდექი, მე მგონი თუ ვინმე სადმე არ ღვევს გამოხატვის თავისუფლებას, ეს თავად ევროპაა. ევროკავშირი და ევრობიუროკრატია არის პირველი ტოტალიტარიზმის ყველაზე შენიღბული ფორმა. მეორე ეს არის deep state-ის ჩვეულებრივი შანტაჟის იარაღი არაწევრი სახელმწიფოებისადმი. მაგრამ კადრს მიხმა, ხან ერთ ევროპულ ქალაქში ისვენებს, ხან მეორეში. არც პორტუგალიურ სანაპიროებს იკლებს და არც ფრანგულ კაფეებს. თან ეს ყველაფერი სულ ახლახანს, 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, როცა მისმა მხარდაჭერილმა პარტიამ ევროპისგან იზოლირება გამოგვიცხადა. ოლივე მოახნიშნულის გათვალისწინებით დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. პროპაგანდისტობით ნაშოვნი ფულით გური და მისი ცოლი მდიდრულადაც იმოსება ფრანგული და იტალიური მაღალი კლასის ბრენდებით. მათ გარდერობშია $500 Hugo Boss-ის პიჯაკი. ასევე $500 Golden Goose-ის ფეხსაცმელი, $740 მაჟის ორეული და €695 Claudie Pierlot-ს ლაბადა. ამ ლაბადით იყო წარმოდგენილი გურის ცოლი ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის კონფერენციაზე. გსმენიათ ქართული ოცნების წევრების ან საჯარო მოხელეების დამალულ ქონებაზე. მოგწერეთ კონფიდენციალურად მეილზე ან სიგნალში. დეტალებს აღწერაში იპოვეთ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ამ ვიდეოს გაზიარება.